გიორგი გაბლიშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარში ამ სახლში ცხოვრობს. სახლი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაეწვა და ღამის გათევა მას შემდეგ ცოლ-ქმარს ცეცხლისგან გადარჩენილ ამ პატარა ოთახში უწევს. ოჯახის მასპინძელი გვიყვება, რომ დახმარების თხოვნით ბევრს მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ცხოვრობ 9 კვადრატში, როცა მე ამხელა სახლის პატრონს მე იმის საშუალება არ მეძლევა ნორმალურად ვიცხოვრო. შვილი, რომელიც მიყავს გერმანიაში გაგზავნა და სწავლობს და იწვალობს იქ თან რას აკეთებს, მუშაობს და სწავლობს. ჩამოვიდა აქ, ხო? და სხვის სახლში მყავდა მე ამ სახლის პატრონს მე სხვის სახლში მყავდა შვილი. რატომ უნდა ვიყო ასეთი? სოფელ ზარდიანთკარში 30 ოჯახიდან ახლა მხოლოდ 14-ია დარჩენილი. 80 წლის ვენერა ედიშერაშვილი ერთ-ერთია, რომელსაც ომის დროს სახლი არ მიუტოვებია. ვენერა ბებომ პურის თხოვისას ომის პერიოდი გაიხსენა. ჟურნალისტებს გვიყვება, თუ როგორ უშიშრად შეხვდა რუს სამხედროებს საკუთარი სახლის ეზოში. არ შემშინები, აი 10-ნი მოვიდნენ, რომ მოდიოდნენ ესე ავტომატებით, მე კრანთან ვიჯექი. აგძე მალაჯორ მეუბნევი, მიყვილი, მეუთხარი. ერთი შვილი მეთქი მომიკლეს, ოსმა მეთქი და ალაგიში გადამიგდეს. ყველაფერი გახვედეს და წაიღეს. არ მემუქრებოდნენ, მაგრამ მე უთხარი რომ მეთქი მე ეს არატო რადგან მოხყო ქართველსაო და მე უთხარი ქართველი ხალხი, კაი ხალხია, ქრისტიანი ხალხია მეთქი და რაც უნდა დაიწყოთ მეთქი ომი. სოფელ ერგნეთში ჩლაჩიძეების ოჯახში აგვისტოს ომს მხოლოდ ეს ჭურჭელი გადაურჩა. ლია ჩლაჩიძე გვიყვება, რომ მისი სახლის ეზოში 13 კასეტური ბომბი აფეთქდა. სახლის გარემონტება და მოწესრიგება მას შემდეგ ხელახლა მოუწია. ეს ნივთები ომის შემდეგ ამოვათრიეთ, მერე ამოვიღეთ ნანგრევებიდან, იმ დამწვარი ფერფლიდან და აქ ჩამოვკიდე, იმიტომ რომ მუდმივად მახსენებს იმას, რა იყო, რა მქონდა და რა აღარა. მაქვს ჩემს ეზოში 13 კასეტური ბომბი აფეთქდა. არ მინდოდა რაღაც ისეთი ცუდი შთაბეჭდილება იყო ყოველდღიში რო უყურებდი იმ 40 ყვავილებით ჩავრგე. საქართველოს რეგიონებიდან 30-მდე ჟურნალისტი საზღვრისპირა სოფლებში, ერგნეთში, დიცში და ზარდიანთკარში ვიმყოფებოდით. კონფლიქტის ზონაში მცხოვრებლები ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ. როგორც თავად ამბობენ, მათ უსაფრთხოებაზე მხოლოდ პოლიცია ზრუნავს. სოფლებში ბევრი სოციალური პრობლემაა, მაგალითად სარწყავი წყალი, რის გამოც ისინი მიწის ნაკვეთებს ვერ უვლიან. ამ ყველაფერს ემატება შიშიც, რომელსაც მოსახლეობა ფაქტიურად შეეჩვია. ნატყვიარევს აქ ხშირად შეხვდებით. ჩვენ ახლა კონფლიქტის ზონაში ვიმყოფებით, ზუსტად იმ ტერიტორიას რუსი სამხედროები აკონტროლებენ. საზღვრისპირა სოფლებში ტყვიების ხმა და მუდმივ შიშში ცხოვრება ჩვეულებრივი მოვლენაა. შევეჩვიეთ ამ შიშსა უკვე იმდენად აღარ გვეშინია შეგუებული. კი, ვარჯიშობენ და რავი, რას აპირებენა. დაკავების ფაქტები თუ არის? დაკავებისა იყო ალბათ 1-3-4 თვის. გამოსასყიდს რამდენს ითხოვენ ხოლმე დაკავების შემთხვევაში? როგორც ამბობენ 2000 რუსული რუბლია გადასახდელი. შეფუზე რამდენია? აქ დადიოდნენ. ახლა ალბათ რამდენი? 70 ლარი. რეგიონებიდან 30 ჟურნალისტი საზღვრისპირა სოფლებს ქართული მედია ჯგუფის ორგანიზებით ესტუმრა. არსებულ სიტუაციას ისინი თავიანთ მედია საშუალებებში გააშუქებენ. მედიატორი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ერთ-ერთ ტრენინგზე, რომელსაც გვიტარებდა მრავალეროვანი საქართველოს ჟურნალისტებს, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ იყო საუბარი ნდობის აღდგენაზე, რაც შეიძლება გაგვიკეთებინა ჩვენ ჟურნალისტებს ადგილზე და ქართული მედია ჯგუფის წარმომადგენლებიც ვესწრებოდით ამ ტრენინგს და ჩვენ გადავწყვიტეთ, კონკრეტულად ამ პროექტის ავტორი მე გახლავართ, გადავწყვიტეთ, რომ სწორედ მედიატური მოგვეწყო ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში. მე ვფიქრობ, რომ ეს ხელი შეუწყობს უფრო მეტი ინფორმაცია გქონდეს საქართველოს დანარჩენ მოსახლეობას, თუ რა სიტუაციაში უწევთ ცხოვრება კონფლიქტის ზონის ეგრეთ წოდებულ საზღვართან მდებარე სოფლებში მაცხოვრებლებს. 30 ჟურნალისტმა გავიგოთ თუ სინამდვილეში რა ხდება კონფლიქტურ სოფლებში, კონკრეტულად ერგნეთში და კიდევ რამდენიმე სოფელში, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდი და მოსახლეობა მინდა გითხრათ, რომ იყო ძალიან გულახდილი, ძალიან ბევრი პრობლემები არსებობს და სამწუხაროდ ამ პრობლემის მოგვარებაზე მგონი რაღაც ესე გამოვიდა ხელისუფლების წარმომადგენლები არ ზრუნავენ.
ცხინვალი, რომელიც კონფლიქტის ზონიდან დაახლოებით 1 კილომეტრში მდებარეობს, საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებლებისთვის ახლოსაა, თუმცა ოს მოსახლეობასთან მათ გამყოფი ზოლი აშორებთ. ისინი იმედოვნებენ, რომ მათთან ურთიერთობა სამომავლოდ შეიცვლება. ქვეყანაში მშვიდობის არსებობა, ეს ომგამოვლილი ხალხის ერთადერთი სურვილია.